გამარჯობა. მოიცადე არასკროლო, მოდით ვნახოთ ახლა კონკრეტულად ეს სიტუაცია, გამდგომარეობა ჩვენ ცხოვრებაში არის. ვისთვის არის მოცემული, ხო? რან განაპირობებდა ეს ყველაფერს ამ მდგომარეობაშიც იმყოფები. კონკრეტულად ჩაიფიქრებ იმ სიტუაციას, რაც ჩვენთვის ამ მომენტისთვის აქტუალური არის, იქნება ეს კარგი, იქნება ეს ცუდი სიტუაცია და შესაბამისად მიიღე ინფორმაცია ის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული არის და მნიშვნელოვანი არის. რა არის მიზეზი, რის გამოც არსებულ სიტუაციაში იმყოფები შენ? პირველივე ეს, რაც ამომდის, უნდა ისწავლო პირდაპირ მნიშვნელობით დაყოფა შენი ცხოვრებისეული სიტუაციებისა. რა არის შენთვის მავნებელი, რა არის შენთვის სასარგებლო, რა არის პირობითად შენთვის დამაზიანებელი და ასე შემდეგ. ფაქტიურად უკვე შენ დიდი ხანი არის, რაც საკუთარი თავისადმი ბარიერები აღარ გაქვს დაწესებული. გარშემოყოფები საკმაოდ ცდილობენ შენზე манипуლირება მოახდინონ, საკმაოდ ცდილობენ სიტუაციურად შენზე იმოქმედონ და ისარგებლონ მაქსიმალური კუთხით, სადამდე შეიძლება რომ რაიმე სარგებელი მიიღონ. დრო არის რომ უკვე არსებულ სიტუაციაში გაიაზრო ვინ არის ნამდვილად შენთან მიმართებაში გულწრფელი და ვინ არის ადამიანური მომენტით ასე ვთქვათ დამოკიდებულებით და ვინ არის ვინ შენგან მარტო სარგებლის პოზიციას ელოდება, ხო? ეს არის მომენტი, როდესაც უკვე უნდა გაიზარდო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფები, საქართველოში ხარ, საზღვარ გარეთ ნათესავი არის, პირობითად ოჯახის წევრი არის, მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა. დრო არის უკვე რომ გაიზარდო და ბევრი რაღაცები გაიაზრო. იპოვე საკუთარ თავში ის პიროვნება, რომელიც უფრო მეტად მოგწონს, ის პიროვნება, რომელიც რეალური არის, მაქსიმალურად წარმოაჩინე საკუთარი თავი, საკუთარი პოტენციალი, უარყოფ საკუთარ მეს. მიიღე ისეთი როგორიც ხარ, უსმენ გარშემოყოფებს რას იტყვიან, გაგებუტებიან, აღარ გექნება ურთიერთობა, დააყენე პირველ ადგილზე საკუთარი თავი. კონკრეტული მიზეზი, რის გამოც არსებულ სიტუაციაში იმყოფები, ეს არის გააზრებულობის მდგომარეობა და გადალახვა იმ პოზიციებისა, რომლებიც ამ ეტაპისთვის გააქვს. შენ უკვე დიდი ხანი არის, რაც ცხოვრებისეული გაკვეთილები მოგეცა, უნდა გესწავლა, მაგრამ ვერ აითვისე. იქამდე დაგატრიალებ სამყარო არსებულ გაკვეთილების კუთხით ან მსგავსით, სანამ უკვე გააზრებულობა არ მოვა. მეტი მოქმედება, მეტი ჩართულობა, მეტი სიყვარული საკუთარი თავისადმი და შემდეგ უკვე ემოციების მართვასაც უფრო მეტად შეძლებ და რეალურ სახეს დაინახავ როგორც საკუთარი თავისას, ასევე სამყაროში არსებული შენს გვერდით მყოფი ადამიანებისას. მეტად უსმინე საკუთარ შინაგან ინტუიციას და იყავი უფრო მეტად ძლიერი და იყავი იმპერატორის ენერგიებში, მეტად შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები, მეტად დააფასე საკუთარი პოტენციალი და იყავი სამართლიანი ჯერ პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ უკვე გარშემოყოფების მიმართ. შეიყვარე საკუთარი თავი შენი.